შესაძლოა ვარ მზია ამაგვაბელის მხარდასაჭერად არალეგიტიმური თავება მას არავინ არ აღიარებს რუსეთის ლუკაშენკოს ირანის ჩრდილოკორეის გარდა ვინც ახლაზის არაფერს არ აპროტესტებს ვისაც პრობლემა არ აქვს მზია ამაგვაბელის ციხეში გამოკეთებას 4-დან 7 წლამდე რას ფიქრობ, როგორ გგონია ჟურნალისტების დაკავების შემდეგ, როცა თქვენ პრობლემა შეგექმნებათ, თქვენი უფლებები დაირღვევა, ვინ დააპროტესტებს ამას, ვინ დაწერს ამას, არავინ არ დარჩება ქვეყანაში, ვინც თქვენს პრობლემებზე ილაპარაკებს. მე მახსოვს ხალხი, როცა რუსული კანონი შემოიტანეს, ძალიან ბევრი მათ შორის პატრიოტული ადამიანი ხილიკობდა, რომ ეს იყო მხოლოდ ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემა, რომ გრანტები შეუქმნებოდნენ. ეს არ იყო მეგობრებო, ასე ეს ახლა ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის ნიანგის დადებული ხალხა, რომელიც ყველას ერთად გადაყოლავს და მინდა გითხრათ ერთი რაღაც კიდე, რომ ხშირად გამიგია ბევრ ხალხს მზიაზე, რომ აი თქვენ არ ვიცნობთ ამ ადამიანს, მაგრამ თქვენ მას მხარს უჭერთ და ბევრი პატრიოტული ადამიანი გამოხატავს მის მიმართ თანადგომას. ზოგადად არ მიყვარს დირექტორი, არც ერთი დირექტორის გვერდის მხარდასაჭერად არცად არ უნდა, მაგრამ მზია ამაღვაბელი არის ის გამონაკლისი მედია მენეჯერი ადამიანი, რომელიც ამსწრებს ყველანაირ სტერეოტიპს, მათ შორის დირექტორობის სტერეოტიპს, როგორც არის საქართველოში. ხო, იმიტომ რომ დირექტორი ჩვენთან რაღაცა ცეხავი კლუბთან ასოცირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირიანი ტრანსპორტით, ვისაც ბათუმში დადის, არის 30 თეთრიანი ავტობუსი. ჩვეულებრივი საზოგადოება. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვეულებაში არ გადის და ჩვენ ხავთ ხოლმე, რომ ზედმეტია და ახლა დროა რომ დაისვენოს და ამაზეც ბრაზდება ხოლმე. ზია არის ადამიანი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში მოახერხა და ნეტგაზეთსა და ბათუმელებს დიახ, სწორედ მისი ლოკომოტივებით შეუნარჩუნა პროფესიული ღირსება და დარჩა გამოცემებად, რომელიც არასდროს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდებოდა და არც მომავალში არასდროს არ იქნება ასე. ნუ გააკეთებენ მზია ამაღვაბელისგან გმირს, ეს იქნება მინიშნება ქართული ოცნებისთვის, მათ არაფერში არ ჭირდებათ ეს გმირი, მათსავე საწინააღმდეგოდ იმუშავებს ეს ტაქტიკა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მეგობარი იყოს გარეთ,